მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენო მაყურებლებო, პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გამოხმაურებისთვის და იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც იჩვენთ ჩვენი არხის მიმართ. დღეს გვექნება მცირე ტექნიკური ვიდეო, მინდა რომ საბოლოოდ მოგიყვეთ Maxis-ის RAS-R MT-ების შესახებ, რომელიც დავაყენე დაახლოებით ალბათ 4-5 თვის წინ, ჯამში გავიარე 7500 კილომეტრი და უკვე შემიძლია პირველი საბიჭდებები გითხრათ ამ საბურავის შესახებ. ასევე აქვე ვიდეოში რომ მე მქონდა მანამდე Toyos MT-ები, მქონდა Nexen-ის MT-ები, მქონდა Goodrich-ის MT-ები, მქონდა Kumho-s MT-ები, ანუ ბევრი საბურავი მქონდა მოკლედ და იდეაში შემიძლია კარგი შედარება გავაკეთო. ასევე მქონდა და მაქვს ჯერ კიდევ Goodrich-ის AT-ები და აქეთ ეს ზამთრის საბურავია Bridgestone Blizzak-ი, რომელიც ასევე მაქვს. ზამთრის სეტაპი არის, ეს არის ამოგზაურო სეტაპი იდეაში, ანუ შორ გზაზე სასიარულოდ დაბალი ზომაა, მაგრამ მაინც. ასე რომ შემიძლია პრაქტიკულად ყველანაირ საბურავს შევადარო აღნიშნული MT. ერთადერთი შედარებაში ეხლა თავშივე გეტყვით რომ არ იქნება ზამთრის სეზონი, ვინაიდან ცალსახად ვიდეოს თავშივე ვიტყვი რომ არასდროს არც ერთ შემთხვევაში არ მიცემთ რეკომენდაციას რომ ზამთრის საბურავის გარეშე იაროთ ის ადგილები სადაც თოვლია და ყინულია, ანუ MT-ები არ არის მაგ რელიეფზე სასიარულო საბურავი. ცალსახად ეს აქვე მოუკლათ და თოვლში როგორ დადის და ყინულზე როგორ დადის რაღაცა, მაგას ჩვენი შედარება თუ review თუ რაღაცა ჩემი აზრის მოყოლა ამ საბურავზე არ შეეხება. აქვე მადლობას გადავუხდი კომპანია Ambols, რომელმაც მოგცა საშუალება რომ აღნიშნული საბურავები გაგვეტესტა და ჩვენი აზრი მის შესახებ მოგვეყოლა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რა ნაკლიც აქვს ამ საბურავს, ან ნაკლებიც, იმაზე არ ვილაპარაკებთ და არაფერს არ ვიტყვით. ანუ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ იდეაში ამ საბურავს კიდო გინდათ თუ არ გინდათ. ჩვენი არხის სპეციფიკა და თავიდანვე ესე მოვყვებით, რომ ჩვენ შეგვიძლია მოგიყვეთ, პლუსები გითხრათ, მინუსები გითხრათ და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ მერე რომელ საბურავს შეიძენთ. ანუ ყველა ადამიანის არის ინდივიდუალური შეფასებები, შესაბამისად ძალიან ძლიერია რომ რაღაცაზე კონკრეტულად უთხრა ადამიანს წადი ეს იყიდე ან წადი ის იყიდე. ჩვენი კონკრეტული საბურავი არის 285 70-17-იანზე. MT-ა არ აქვს ფიფქი და არც უნდა კონდეს, როგორც უკვე ვახსენე. შესაბამისად ზამთარში ამ საბურავით გადაადგილება არ შეიძლება, უნდა დააყენოთ შესაბამისი საბურავი, აგერაც მაგ ეს ან ნებისმიერი ასეთ ტიპის, მათ შორის არც არ უნდა დააყენოთ ზამთარში. რა შეიძლება თქვა, ეხლა დავიწყებ, მოდი ასფალტზე გამოყენებიდან 7500 კილომეტრიდან რაღაცა მანძილები არის ასფალტზე, მათ შორის თურქეთში ვიყავი, საკმაოდ შორი მანძილები ვიარე. ვიდეოს ჩავსვავ ცვეთა რამდენი აქვს. ეხლა მოდი გავზომოთ რა მოვიდა Maxis RAS-R MT-ს 7500 კილომეტრის გავლის მერე. თავდაპირველად სულ ახალი რო გავზომე, იყო 15 მმ. წინაც და უკანაც, რა თქმა უნდა. ნახოთ აბა, ეხლა რამდენია წინა და რამდენია უკანა და რამდენი მილიმეტრი მოაკლდა, აბა. ეხლა აი აქ ყველაზე ვიწრო ადგილში გადავზომავ და ვნახოთ რამდენი მილიმეტრია დარჩენილი. 15 იყო თავიდან გაგახსენებთ კიდე ერთხელ. აი, ესე გამოიყურება. არის 12 მილიმეტრია დარჩენილი. ანუ 3 მილიმეტრი მოაკლდა წინა მხარეს. ეხლა ვნახოთ უკანას უფრო ნაკლები ცოტა უნდა ქონდეს წესი. წავიდეთ ეხლა გადავიდეთ უკან. ვნახოთ ეხლა უკან რამდენი დამრჩა. ესე იგი წინ იყო 12 მილიმეტრი, ნაცვლად 15-ისა და ეხლა უკან შევხედოთ რამდენი იქნება და მინდა აი ალბათ ამ ადგილს. აი. გადავზომოთ, ესე იგი ეს არის 12 მილიმეტრია. ოდნავ მეტია. 12-ზე რა ვიცი. 12-ია ესეც. ძირი იგივენაირად დაცვა ეგრე გამოვიდა. წინაც და უკანაც. რაც გასაკვირია ძალიან მინდა გითხრათ. როგორც ეს წინა უფრო მალე ხდება ხოლმე. რამდენი აქვს? როდესაც ვიყიდეთ 15 მმ იყო სულ ახალი, ეხლა უკვე არის დარჩენილი წინა, ну დაახლოებით 11.5 და უკანა 12, თითქმის თანაბარ დაცვა წინა და უკანა, რაც გასაკვირია, თუმცა არ ვიცი, კაიო ცუდი ეგ ძნელი სათქმელია. ზოგადად წინა უფრო მალე ხდება ხოლმე. შეიძლება 7500 კილომეტრი არ იყო იმისთვის, რომ უფრო დიდი სხვაობა გამოჩენილიყო 9 მმ-ზე საუბარი, ხო? შეიძლება 10000-ზე უკვე 1 მმ-ზე ავიდეს და ნუ მერე როტაცია ჭირდება. ანუ 10000-ზე უნდა გადაანაცვლოთ საბურავები, უკანა საბურავები გადაიტანოთ წინ, რომ ცვეთა თანაბარი იყოს. ასფალტზე სიარულის დროს მოჭიდება კარგი აქვს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო, როდესაც წვიმას იწყებს და ასფალტი ჯერ ბოლომდე არ ასველი. ყველაზე ცუდი მოჭიდება, როგორც წესი MT-ებს მაგ ნაწილში აქვს ხოლმე და ამ საბურავზე არასდროს არ შემქონია პრობლემა, რომ ან ტორმუზის დროს სადმე შეიძლება გაცურდეს, ან რაღაცა მოაცუროს, ან რაღაცა, ანუ საკმაოდ კარგი მოჭიდება აქვს წვიმაში. რასაც ვერ ვიტყვი Goodrich-ზე, Toyos-ზე და Nexen-ზეც ალბათ.
კუმოს დაახლოებით იგივე შედარება შემიძლია მივცე. ანუ გუდრიჩი ძალიან ცურავდა ახალმოწვიმულზე, ნექსენიც დაახლოებით იგივენაირად იყო, ტოიოც დაახლოებით იგივენაირად იყო. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი მოჭედება აქვს და არასდროს არ მქონია შეგრძნება, რომ სადმე შეიძლება გაცუდეს, მიცუდეს ან მოცულდეს. ასფალტზე თქომა კარგი აქვს, სიცხესაც რა ვიცი ხა უკვე ივლისის ეს არის 16 კარგი სიცხეები წამოვიდა, რა ვიცი 35 გრადუსთან ზევით და ნუ არ ვიცი, ძალიან კარგად უძლებს სიცხესაც, სიცხეშიც კარგად დადის, სიცივეშიც კარგად დადის. სველზეც მოჭიდებას პრობლემა არ აქვს. ასფალტის ნაწილში კარგია, ნორმალურია, ვერაფერს ვერ ვიტყვი ცუდს. გადავიდეთ ახლა გრუნტიან გზაზე. გრუნტიან გზაზე შეიძლება თქვა თავიდან სანამ საბურავებს დაუშვებს, ნუ როგორც ეს ყველა საბურავი არის შედარებით უფრო გრუბი, ეს მათ შორის ეს საბურავიც არის ცოტა უფრო ხისტი. ხო, თავიდან სანამ საბურავებს დაუშვებთ, ყველა საბურავი არის შედარებით ხისტი, მათ შორის ეს საბურავიც არის შედარებით ხისტი, თუმცა რო დაუშვებთ, ძირითადად 1 და 5-ზე უშვებ ხოლმე მე, ან ამ შემთხვევაში შატილში ვიყავით კვირას და 1 და 2-ზე დაუშვით, საკმაოდ რბილი ხდება მანქანა, კარგად ამუშავებს ზედაპირს და გრუნტიან გზაზე დადის ნორმალურად. არც ერთი ინციდენტი არ მქონია, არც გვერდი არ გაჭრია, არც ძირითადი პროტექტორის ნაწილი არ გაჭრია, არაფერი არ დაზიანებულა. ჯერჯერობით რაც მივლია გრუნტიან გზაზე. შესაბამისად, ჩავთვლი რომ გრუნტიან გზაზეც ძალიან კარგად დადის ეს საბურავი. გადავიდეთ ახლა ქვიან გზაზე, ანუ კროულინგს რო ეძახიან ხოლმე, ახლა ბევრგან არ ყოფილა ეგეთ ადგილებში, მაგრამ სადაც ყოფილა პრობლემა არ შემქნია, დაშვებულზე ნორმალურად დადის. ისევ შემიძლია ეს თქვა. ტალახში MT-ა და ნუ რა შეიძლება ითქვას, საკმაოდ ნორმალურად დადის, ანუ ამას ეს საბურავი შეიძლება ჩაითვალოს საშუალო აგრესიულობის MT. ანუ არ არის გუდრიჩისნაირი ნაკლებად აგრესიული. ტოიოც ეს საბურავიც კუმოც და ნუ იდეაში ნექსენიც დაახლოებით თანაბარი აგრესიულობის საბურავია. რაც იწვევს იმას, რომ ტალახში კარგად გადაადგილდება, ნუ ეხლა ექსტრემულ საბურავს არ შევადარებ, ის სხვა დონე არის. ჩვეულებრივი MT-ის კვალობაზე ვიძახი, კარგად გადაადგილდება, თავის პროტექტორს ნახაც კარგად ისუფთავებს, ანუ მალე ასუფთავებს, ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან მარტივად ყრის ტალახს პროტექტორებიდან, იმიტომ რომ დაშორების ადგილები საკმაოდ განიერია ერთმანეთთან და კარგად ყრის ტალახს. ერთადერთი მე რაც შედარებით შეიძლება ვითქვას, რომ პრობლემად მომეჩვენა, მაგრამ არ ვიცი ეს ახლა მანქანის ბრალია, შეიძლება წნევა არ მქონდა, საკმაოდ დაშვებული შეიძლება იქ ნიადაგი იყო ესეთი, ნაკვალებიდან, ან ნაკვალავიდან, ეგრეთ წოდებული კალეიდან ამოსვლის პრობლემა ტალახში რამდენჯერმე შემექნა ამ საბურავს. სხვათა შორის იქ ქართლოსიც იყო და ნექსენით რამდენიმე ადგილას უკეთესად ამოვიდა თითქოს. არ ვიცი ახლა ეს რისი ბრალია, შეიძლება რაღაც ნახატი აქვს ისე რომ გვერდით ამოჭედება ვერ აქვს ისეთი კარგი, თუმცა რო შეხედა ვიზუალურად კარგი უნდა იყოს. მოკლედ ჩემი გამოცდილებით ნაკვალევიდან ამოსვლა უჭირს. შემიძლია ვთქვა, რომ გუდრიჩი ბევრად უფრო უარესი არის ტალახში და ნაკვალევიდან ამოსვლაშიც, იმიტომ რომ ის არის შეიძლება ითქვას აგრესიული ატეა, უფრო ვიდრე MT, იმიტომ რომ ძალიან რაღაცნაირი, ძალიან მორბილო ნახატი აქვს იმას ამას შედარებით, ეს ბევრად უფრო აგრესიულია, თუმცა ვიზუალურად დაახლოებით გავს ნახატი. მაგრამ დაშორებები იმდენად დიდია აი ნახატებს შორის რომ ბევრად უფრო აგრესიული გამოდის ეს საბურავი. ხო, ტალახზე შეიძლება ითქვას რომ ეგ არის ჩემი გადმოსახედიდან ამ საბურავის მინუსი, რომ უჭირს ნაკვალევიდან ამოსვლა. შეგვიძლია გადავიდეთ ჯამში პლუსებზე და მინუსებზე, რაც შემიძლია ვთქვა. პლუსებიდან ვიტყოდი რომ საქართველოში ხა ამ მომენტისთვის საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი აქვს, ანუ ამბოლში იყიდება და 4 ვედეში იყიდება, ამბოლში ფასტაგლებითა 20%-იანი ფასტაგლება იყო დღესაც და დავაგდება ჩემი ზომა საბურავი რაღის 1 წალი და შეიძლება ითქვას რომ კარგი ფასია, იმიტომ რომ გუდრიჩი თეგეტაში ღიც 1000 ლარი, რაც საკმაოდ მაღალი ფასია. ან უნდა არჩევანი გაქვთ ესეთი რომ ან უნდა იყიდოთ გუდრიჩი, ან უნდა იყიდოთ მაქსისი, ან უნდა იყიდოთ უკვე ჩინური MT, ჩინური დაბალ ანუ არა პრემიუმ სეგმენტის, ანუ შედარებით ეკონომ სეგმენტის ხელმისაწვდომი MT, რომელსაც მე მაგალითად ბევრად მირჩევია ეს საბურავი. მათ შორის ნექსენი, რომელიც მეყენა წინაზე, იმასაც ბევრად მირჩევია ეს საბურავი, იმიტომ რომ უფრო კარგი საბურავია და უფრო მაღალი ხარისხის ვიდრე კორეული ნექსენი. სხვა არჩევანი MT-ებში, ეხლა რომ გავიხსენო, მე რომ მინდოდეს ყიდვა, მაგალითად, რაზე შეიძლება დავფიქრებულიყავი, არ ვიცი, პრაქტიკულად მეტი MT არ არის, იოკოჰამას MT-ები იყო, მაგრამ ისინი ამოიყიდა და მეტი აღარ შემოუტანიათ და ფასი ნუ ცოტა მაღალი ქონდა. დანარჩენი არ ვიცი, MT-ს ყიდვა რომ მინდოდეს, ალბათ ისევ იგივე საბურავს ავიღებდი. ხო, პლუსებიდან კიდევ რო ვთქვა, არის ის, რომ შედარებით დაბალი წონა აქვს, არ არის გუდრიჩნაირი ქვადარკინა და ბეტონი და უბედურება და არ ანგრევს მანქანას, როგორც ჩვევია მაგალითად გუდრიჩს, მათ შორის აი ეს საბურავი ატემიდებს აგერდა. საკმაოდ ხისტია, ანუ შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით იგივენაირად ხისტია, როგორც 33-იანი MT, რომელიც უფრო ხისტი არის ხოლმე, როგორც წესი ვიდრე ატე საბურავი. ანუ ეს საბურავები არის ძალიან ხისტი. გუდრიჩის პრობლემა არის ეგ, რომ არის ძალიან
ხისტი საბურავი, რაც თავის მხრივ პლუსიც არის, იმიტომ რომ გვერდით საიდუმლოები აქვს უფრო გამძლე, ასე ვთქვათ, მაგრამ ძალიან ზედმეტად გადახისტება. არ ვიცი, მე სიარულში კომფორტი უფრო ნაკლებია. ასევე შედარებით რბილი როა ცვეთა უფრო მეტი აქვს ვიდრე მაგალითად გუდრიჩის MT-ს, ყველასთვის ცნობილია რომ გუდრიჩის MT არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი MT, რომელიც დადის უფრო მეტს, მაგრამ იმის ხარჯვარი გრუპის საბურავი. ამ საბურავით ალბათ 40000 კილომეტრს თავისუფლად გაივლით და ასეთ კიდე დარჩენილი ექნება რაღაცა ნახატი. 7500 კილომეტრი გაავლილი და ცვეთა არის რაღაც რამდენი პროცენტი ახლა ზუსტად ვერ დაგითვლით, მაგრამ 15 მმ იყო ახალი და 12-ია დარჩენილი უკან 11 ნახევარი წინ. ნახატი პლუსებში ვიტყვი ის კიდე რომ ნახატი არ დაზიანებულა, ამოკვეჩილები, გაბზარულები და მსგავსი ტიპის რაღაცეები არ აქვს. რაც ჰქონდა ჩემ Toyota საბურავებს დაახლოებით 10000 კილომეტრის გავლის მერე, წინა საბურავებს ძალიან დაიწყო წინ რო ეყენა და რთულ პირობებში რო უწევდა მუშაობა, რაღაცნაირად დაიფლითა და აი ეს ნაწილები განსაკუთრებით გვერდზე სადაც უხვევს და სადაც მეტი შეხება აქვს ნაკვალევთან, ტალახში რომ მოდიხართ ამ ქვიან გზაზე, აი ეს ნაწილები ბევრად უფრო დაზიანებული იყო, ვიდრე ეხა არის ამ შემთხვევაში ამ საბურავზე. ხო, ალბათ ძირითადი პლუსები არის ეგ, რომ არის პრემიუმ ხარისხის, შედარებით ფასით ხელმისაწვდომი. საქართველოს ბაზარზე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი კარგი საბურავია საყიდლად და არის შედარებით მსუბუქი და არ არის ისეთი ხისტი და გრუბი, როგორც სხვადასხვა MT-ები შეიძლება იყოს. ასევე ვიტყვი რომ კარგად ბალანსდება, არ აქვს ბალანსის პრობლემა და არ იყიდებს რაჟენიებს და ამ შემდეგ არც ერთ საბურავი არ დამბრეცვია ამ პერიოდში, რაც ჩინურ MT-ებს, დაბალი ხარისხის ჩინურ MT-ებს, რომელიც ბაზარზე ბევრი არის და გაჯერებულია და იყიდება, ხშირად აქვს ხოლმე ეგ პრობლემა და ჩვენც გქონია ეგ გამოცდილებაში, ნიკას ეყენა პაჯეროზე ჩინური MT-ები და მოხსენით და AT-ებზე გადავედით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გამოცდილება გქონდა იმ საბურავზე. რომელი ბრენდი იყო და რა, ამას ახლა ამ ეტაპზე არ ვიტყვით, თუ მე იმ საბურავისები ვიჩავწერეთ, მე იქ გეტყვით ყველაფერი. ხო, გადავიდეთ მოდი მინუსებზე. იდეაში ჩემთვის ყველაზე დიდი მინუსი არის ამ საბურავის ხმა. ჩემთვის ძალიან ხმაურიანია. იმის კვალობაზე რომ მანქანაში გაკეთებული მაქვს ხმის და ვიბროიზოლაცია, მაინც ძალიან შემოდის ხმა. მართალია დიზელია და დიზელის ძრავი კიდე ცალკე გუგულებს, მაგრამ საბურავის ხმა ცალსახად არის ჩემთვის პრობლემა. ეხლა ეხლა რამდენად ისმის. აი ამ ხმაზე მაქვს საუბარი. ეხლა მივდივარ რამდენი თვით არის 60 კილომეტრისაც არ მივდივარ, ანუ 50 კმ/სთ მივდივარ. ეხლა 60-ზე წინა დავეჯახო ვიღაცას თავარია. ხედავთ ხო, ანუ 60-ზე უკვე საკმაოდ მაღალი ხმა. 100-ზე ეს ხმა ჩათვალეთ რაღაც 1.5 ჯერ მაღალია. ნუ შესაბამისად ხმაურის მხრივ ეს საბურავი არასაკმაოდ არაკომფორტულია. გაითვალისწინეთ კიდევ ვაპირებთ. უმეტესი MT-სია, თუმცა რომელიღაც MT-ებს აქვს უფრო ნაკლები ხმა. როგორც უკვე თქვი ვიდეოში. ჩემი აზრით ძალიან ხმაურიანია. ხმაურიანი არის გუდრიჩის MT-ზეც, ხმაურიანია შეიძლება ითქვას Toyota-ზეც, Kummo-ზეც ცალსახად, Nexen-ი ალბათ თანაბარი ხმით არის წარმოდგენილი ამ MT-სთან შედარებით. ეს ხმა გამოწვეულია იმისგან, რომ არის უფრო აგრესიული ვიდრე თქვა გუდრიჩი, მაგრამ არა უფრო მეტად აგრესიული ვიდრე Kummo ან Toyota. შესაბამისად ეს ხმა რატო აქვს, არ ვიცი, ალბათ რაღაცა, მაინც რაღაც ხარისხობრივად ხმის ნაწილში იმორს რაღაც უფრო ისეთი შემადგენლობა აქვს, რომ უფრო ნაკლებ ხმას გამოწვევს, ან თვითონ ნახატი ისეთია, რომ უფრო ნაკლებად იგრძნობა მანქანაში. ხმა ცალსახად ჩემი აზრით მინუსია. მეორე მინუსი, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. ვერ გეტყვით. იდეაში მე მეტი პრეტენზია ამ საბურავთან არ გამოჩნია გარდა იმისა, რომ ჩემთვის ძალიან ხმაურიანია. ანუ აი ესეთი მანქანით ეხლა მაგალითად ვფიქრობ, რომ წავიდე რაღაც საზღვარგარეთ კიდე თურქეთში წავიდე ტურით და ამ საბურავით მეორედ აღარ წავალ თურქეთში ერთხელ ვიყავი და ძალიან დამღალა და დამღლელია ზოგადად ესეთი ხმაურიანი საბურავი სიარული. თუმცა ალბათ ხო, ეგეთ ტურში არც უნდა წავიდეთ MT-ებით. მაგის არის ეს საბურავი. მე მგონი ძირითადი ნაწილი დავფარე ყველაფერი ამ ვიდეოთი, რაც შეიძლება რომ ამ საბურავზე მეთქვა. არ ვიცი თუ რაიმე კითხვა გექნებათ კიდევ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და იქვე სწრაფად გაგცემთ პასუხს და სხვა რა შემიძლია გითხრათ. მადლობას გიხდით ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, რაიმე კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დააკომენტაროთ. კაი, წავედით, მე